საღამომშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. და რეკომენდაციებს თავაზობენ ექსპერტები ქვეყნის პირველ პირს მიხეილ სააკაშვილი გაფართოებული საკოორდინაციო საბჭო შექმნის ინიციატივით გამოდის. საბჭოს მთავარი მიზანი კი ის იქნება ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. ვინ მიიღებს მონაწილეობას ჯგუფის მუშაობაში და წინადადებების რა პაკეტს შესთავაზებენ ექსპერტები ქვეყნის ხელისუფლებას. ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა თუ მედიის თავისუფლება. საკითხები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე საუბრის დროს წამოწიეს. რა შესთავაზებენ კონკრეტულს ექსპერტები ხელისუფლებას და არის თუ არა მზად თავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა განსხვავებული და კრიტიკული აზრი გაიზიაროს. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. მედიის თავისუფლება, ანტიკრიზისული გეგმა და საერთაშორისო პოლიტიკა. ვინ და რა სახის რეკომენდაციებს თავაზობს მიხეილ სააკაშვილს და რამდენად გაიზიარებს ხელისუფლება განსხვავებულ ინიციატივებს. გარანტიებია საჭირო შეიქმნას იმისათვის, რომ მედია რეალურად თავისუფალი იყოს. პოლიტიკური რისკები გასატანია საინვესტიციო გარემოდან, რეალური კონკურენციის პრინციპებია დასანერგი. ჟურნალისტი დღესდღეობით და უკვე წლებია ამოვარდნილი აბსოლუტურად სამართლებრივი სივრციდან. რა ფუნქციები ექნება დიდ საბჭოს, რომელიც ეკონომიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად იქმნება? რა თემები განიხილეს პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა და როგორ აფასებენ რუსეთთან ფორს-მაჟორის გამოცხადებას ექსპერტები? ზურაბ აბაშიძე, ლაშა ტუღუში, გია თორთლაძე, რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმრებს გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე, საღამომშვიდობის ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ლაშა, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტთან შეხვედრა, რამდენად გულახდილი იყო ის საუბარი, რაც გაიმართა ავლაბრის რეზიდენციაში? მე ვფიქრობ, რომ საუბარი გულახდილი იყო. ჩვენი მხრიდან საკმაოდ ღიად და პირდაპირ ითქვა ის, რასაც ვფიქრობთ, რა პრობლემებიც გვაქვს და რისი გაკეთებაც შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ყურადღებით ისმენდა ამჯერად და შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ უკვე მასზეა დამოკიდებული თუ რამდენად გაიზიარებს ეს საექსპერტო საზოგადოების მოსაზრებებს და რამდენად გაგრძელდება ესეთი დიალოგი იმისათვის, რომ შედეგი იყოს ის, რომელიც ჩვენ გვინდა. ბატონ ზურაბ, თქვენ პირადად დაინახეთ თუ არა რეალური თანამშრომლობის სურვილი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან? დავისთავად ასეთი შეხვედრები სასარგებლოა, რა თქმა უნდა. იქ სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა სპეციალობების წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა ხედვა აქვთ პოლიტიკური იმ ადამიანებს, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ გუშინ. ასე რომ აი ამათი აზრის მოსმენა ალბათ სასარგებლო უნდა იყოს ქვეყნის ხელმძღვანელისთვისაც. ეხლა არ ამგონია რომ რასაც ყველაფერს იქ იტყვი, ყველაფერი ეს რაღაც ფასეულობას წარმოადგენდეს. ეხლა არ ამგონია რომ ჩვენ გქონდა იმის ილუზია და იმის ამბიცია რომ ყველა ჩვენი ნაზრები რაღაც გენიალურია და ექსკლუზიური, მაგრამ შეიძლება რაღაცა თქვათ 10%, 5%, ესეც კარგია პრეზიდენტისთვისაც და ჩვენთვისაც, რაც მისგან მოვისმინეთ, არა, ეს დიალოგი იყო და არის გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი, შეხვედრა მიმდინარეობდა რამდენიმე საათს, წამოიწია თუ არა იმ ყველაზე მთავარმა საკითხებმა, რომლებიც თქვენ ექსპერტები ფიქრობთ, რომ არის ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი? აი პირველი საკითხი იყო ეკონომიკური კრიზისი. გლობალური პრობლემაა, საქართველოშიც ამას უძნობთ, კიდევ უფრო ვიგრძნობთ ალბათ სამწუხაროდ, ჯერ ეს იწყება მხოლოდ ეს პროცესი, რამდენადაც მე ამას ხვდები და ვაგვირდები, ასე რომ აი ამაზე იყო მსჯელობა, იქ იყვნენ თქვათ ბატონი დავით იაკობაშვილი, ძალიან საპატივცემულო ადამიანი, ძალიან გამოცდილი და მწოდნე ადამიანი. მე მგონი საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა მას, როგორც დავაკვირდი, ყურადღებით უსმენდა მას ყველა. გია ხუხაშვილმა ისაუბრა თავის ხედვაზე, რაღაც ენერგეტიკის საკითხებზე, ფინანსურ საკითხებზეც იყო საუბარი, ასე რომ ბევრ თემას შევეხეთ იქ, მაგრამ აი ვიმეორებ, ეხლა ეს არ არის აუცილებელი, რომ შევხვდით რაღაცა ისეთი მივიტანეთ იქ, რაც არავინ არ იცოდა აქამდე და იქ ვიღაცა მოდი აღმოჩენა გააკეთა. სასარგებლო რამდენად გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, თუნდაც ერთი შეხვედრა? თვითონ დიალოგია ყოველთვის სასარგებლო, იცით, დიალოგი ნებისმიერი სახით
თუ ეს რაღაცა ასე ვთქვათ ემსახურება აზრების დაახლოებას, ადამიანების დაახლოებას, ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთგაგებას სასარგებლოა თავისთავად. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაკარგა ცოტა დრო და რაღაც პერიოდის მანძილზე ამას არ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ თუ იქნება ეს დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უფრო აქტიურად, პარტიებს შორის, ადამიანებს შორის, ну ეს არის რაღაც ცივილიზებული სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის დიალოგი, ლაპარაკია ბოლო-ბოლო ყველაფერია რა და ამ ლაპარაკში ახსენეთ ჩარსე, როდესაც მთელი წლის განმავლობაში იყო შიდა პოლიტიკური ვითარება დაძაბული და არაერთხელ იყო დიალოგის მცდელობა, მუდმივად გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან, რომ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, რეალური სურვილი წამოვიდეს დიალოგზე. ბატონ ლაშა, ამ შეხვედრის გათვალისწინებით თქვენ რამდენად დაინახეთ რეალური სურვილი, რომ თქვენი განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების აზრი გაითვალისწინოს ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ? მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, კარგია დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისმენ განსხვავებულ შეხედულებებს და გარკვეული ვალდებულებების გიჩნდება, როდესაც გარკვეულ პოზიციას მოისმენ ხოლმე. მე შემიძლია გითხრათ, რომ მედიის პრობლემებთან დაკავშირებით მე ვერ ვიხსენებ ერთ მსგავს შეხვედრას პრეზიდენტთან. და ეს არის ხოჩევს ეს არ არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემები გვაქვს მედიას, ამის თაობაზე არა მარტო ჩვენ საუბრობთ, საქართველოს მოქალაქეები, მედიის წარმომადგენლები, არამედ უამრავი უცხოელი, საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტი, თუ ექსპერტული საზოგადოება, ამას რომ მედიაში არის სერიოზული პრობლემა, ძირითადად ეს პრობლემები შექმნილია ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მხრიდან. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ ამის თაობაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნათელია. შესაძლოა თუ არა ახლა მომავალში ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ამ პრობლემაზე, ამ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე უფრო ფართო წარმომადგენლებთან გამართოს ქვეყნის პირველ მსჯელობა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია არ უნდა გავჩერდეთ ამ ნაბიჯზე. მე ბატონ ზურაბს რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ მნიშვნელოვანია საუბარი, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ გამოწვევები ძალიან სერიოზულია, მნიშვნელოვანია საკმაოდ ესეთი პრობლემები გვექნება დემოკრატიის ხარისხთან მიმართებით და ყველგან არის ყველა ასე თქვა დოკუმენტი, რომელიც დაიდო საქართველოსთან დაკავშირებით, ყველგან არის საუბარი მაგალითად მედიის პრობლემებთან მიმართებით. ხო, ამიტომ მარტო საუბარი არ უნდა იყოს, უნდა იყოს გადაწყვეტილებები. აი რა გადაწყვეტილებები გვჭირდება? მე ჩემი აზრი თქვი იქ გამოხატე პოზიცია, მე ვიცი რომ მსგავსი შეხედულებები აქვს საკმაოდ დიდ რაოდენობას მედიის წარმომადგენლებს, შესაძლოა ვიღაცები არ ეთანხმებოდნენ ამას. ყოველ შემთხვევაში რა კონკრეტული პოზიცია გქონდა? მაგალითად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იყო აქ მედიასთან მიმართებით. ორივე მედია შევეხეთ, როგორც ბეჭდვით მედიას, ასევე ელექტრონულ მედიას, ეს არის შემიძლია ჩამოგითვალოთ და იმიტომ რომ შორს წავალთ, ხო, როგორ უნდა გადაწყვეტ, ამაზეც იყო. ანუ თქვენ გზა რეკომენდაციები ჰქონდათ პრეზიდენტთან? ჩვენ არ ქონდა მხოლოდ Y და U-ზე საუბარი, იქ იყო კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, იყო თქვათ თემებს გეტყვით, ეს არის ლიცენზირების პრობლემა, რომელიც გვაქვს და ნათელი მაგალითია უამრავი. გამჭირვალეობა საკუთრების, დაცულობა საკუთრების, ანუ ეს თუ არ მოგვარდა მედიაში, აქ ძნელია თქმა და წარმოუდგენელია ყველაზე პოპულარული მედია კომპანიების მესაკუთრედ საქართველოს საზოგადოება არ იცოდეს, დაუშვებელია, უხერხულია. თუ ვართ 21 საუკუნის ცივილური ერობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა, არ შეიძლება რომ არ ვიცოდეთ, ახლა ყველაზე პოპულარული მედიის უკან რა ძალა დგას და სადღაც კუნძულებზე, არასერიოზულია, ხო? დამოუკიდებლობა სარედაქციო ამ საკითხების მოგვარებად შეიძლება ასევე როგორც თითქოს ჩვენ ძალიან გახსნილ საუბრობდით რომ უნდა იყოს ისეთი მიდგომები რომელიც არ შექმნის ქვეყნისთვის ისეთ პრობლემებს რომელსაც ეშინიათ თქვა ხელისუფლებას და ესეც გასაგებია იმიტომ რომ რაღაც გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენ ხო ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენი მედია საზოგადოება არის საკმაოდ გონიერი და რომ იმისათვის რომ რაღაც ახლა შექმნას ისეთი პრობლემა რომელიც არავის სჭირდება არავინ არ მოუწოდეს ხა დავამხოთ ვისროლოთ ხა მედიაში ძალიან ბევრი გონიერ ადამიანს ვიცნობ ასევე ვფიქრობ რომ საზოგადოებას სჭირდება სხვა ხარისხი მედიის და ამის მიღწევა შესაძლოა ბეჭდის მედიაზეც იყო საუბარი აი
კანონ პროექტი ორი კითხვით მიიღეს გარევაჭრობის თავზე. ფაქტობრივად ის კანონი იმ ფორმით რომ გავიდეს, აი რაც თავიდან იყო, ხო ჩაფიქრებული, ჩავთვალოთ რომ საქართველოში გაზეთების დიდი ნაწილი შეიძლება საერთოდ გაქრეს, არ იქნება, იმიტომ რომ მონოპოლიზაცია ხდება, მოკლედ ესეც ასე თქვა. ბატონო, რა პოზიცია ქონდა პრეზიდენტს თქვენს შეთავაზებასა და რეკომენდაციებზე? კიდე კონკრეტული საკითხები ვიცით რა, ისმენდა ის ჩვენ უზიარებდით, იყო საკითხები, რომელიც როგორც ჩანს, მან არ იცის და მე ეს ბუნებრივად მიმაჩნია შეუძლებელი ახლა ერთმა ადამიანმა როგორ მაღლიდან სანდა უყურებდეს ხო პროცესს, ყველაფერი იცოდეს. ხა რაღაცა შეიძლება ხა პოლიტიკაა და შეიძლება მოგაჩვენოს თავი რომ იცის, არ იცის, მაგრამ ხა მართლა ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია რომ ყველაფერი იცოდეს. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში ასეთი ტიპის ხედვები შესაძლოა გარკვეულწილად მისთვის არ იყო ნაცნობი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი აი დღეს მთელი დღე გვეკითხებიან აი სულ თქვა კომენტარებს როცა იღებენ სხვა ტელევიზიები აი გჯერათ იმისა რომ რამე გამოვა თუ არ გამოვა ესეთი აქტუალური თემა გახდა და მე ვფიქრობ რომ აქვე მინდა ესეც თქვა რომ ის კონიუნქტურა პოლიტიკური რომელიც დღეს არის როგორც შიგნით ეს რისკები საფრთხეები ის პრობლემები ის აქცენტები დემოკრატიაზე, რომელიც შიგნითაც არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარედან ჩვენი თქვა იგივე მეგობარი ქვეყნები თუ შეიძლება ესე უწოდოთ, ხო, შეერთებული შტატები ის ქარტია, რომელიც გაფორმდა, ასევე მედიაზე საუბარი არის პირდაპირ შეიძლება ითქვას შეკვეთა, რომ გაიზარდოს ხალხის მხრიდანაც ქართული საზოგადოების გულისხმობა, ასევე გარედანაც რომ გაიზარდოს ხარისხი დემოკრატიულობის და მედიის და სიტყვის თავისუფლების. ეს არის ასე ვთქვათ კონიუნქტურა და ახლა ჩვენ შეგვიძლია თქვათ რომ სიზმარია და არ გამოვიყენოთ ეს და შეგვიძლია გამოვიყენოთ და ვიბრძოლოთ იმისათვის რომ მათ შორის მედია საზოგადოებაც რომ ჩვენი უფლებები გავიფართოვოთ იმისათვის რომ სწორედ საზოგადოებისთვის ვიყოთ უფრო სასარგებლო. დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან გია თორთლაძე გვერდება პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ სტუდიაში საუბარს. ბატონ გია, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ბატონო გია, გესმით ჩვენი? დიახ, კარგად მესმის. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ბატონ გია, საიდან წამოვიდა ინიციატივა ექსპერტები განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები შეხვედროდნენ საქართველოს პრეზიდენტს? ეს ინიციატივა უცბად არ გაჩენილა, ჩვენ გქონდა ასეთი ინიციატივა და ის ინიციატივაც ასე ვთქვათ შეაღვასრულეთ. ჩვენ გვინდოდა პირველ რიგში თქვენ ანუ ანტიკრიზისულ საბჭოს გულისხმობთ. არა, ამ შემთხვევაში ჩემი ინიციატივა გახდათ ეს არ იყო შეთანხმებული საბჭოს დანარჩენ წევრებთან. მე მქონდა სურვილი, რომ ჩვენი ექსპერტები, რომლებიც პოლიტოლოგიაში მუშაობენ და საერთაშორისო სამართალზე მუშაობენ, შეხვედროდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს. დაკავშირებული აქ ძირითადად უფრო აქცენტი იყო გაკეთებული საერთაშორისო მდგომარეობაზე, იმ ომზე, რომელიც ჩვენ კარგად დავიწყეთ და შეიძლება მე რაღაც ხარვეზებით განვითარდა საინფორმაციო ომი ევროპაში, განსაკუთრებით და განსაკუთრებით გერმანიაში და აქედან გამომდინარე შეხვედრა შედგა. მე შემდგომ ეტაპზე უკვე ჩვენ ეს მოვახერხეთ, რომ შეგვეთანხმებინა პრეზიდენტთან და უფრო გაფართოებული, ასე ვთქვათ, შემადგენლობით მივიღეთ მისგან თანხმობა და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თავისთავად, იმიტომ რომ ანუ თქვენ დაინახეთ რეალურად ქვეყნის პირველი პირისაგან სურვილი მოისმინოს და გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. მე დავინახე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ თვითონ დათანხმდა და ასე ვთქვათ შეიძლებოდა ეს საფრთხე გახმაურებულიყო და უბრალოდ ეთქვა რომ არ მინდა, ამას ვერავინ ვერ გაიგებდა, უბრალოდ ახლა მე თუ არ გავახმაურებდი, ეს ერთი, რაც შეეხება, როდესაც მხოლოდ იმისთვის ხდება შეხვედრა რომ აი დაფიქსირდეს რომ ვიღაცას ხვდება თავშოთ თუ მოცა მარტო მაგიტომ ხდება შეხვედრა ამ შემთხვევაში შეიძლება 5 წუთი ყოფილიყო ტელევიზიების თვალწინ ეს შეხვედრა და მე დაახლოებით 1-20 წუთი კიდე გვესაუბრა ბატონ გია ჩვენ საუბრის დასაწყისში სტუდიის სტუმრებთან საუბრისას გავიხსენეთ 1 წუთით ბატონ გია გავიხსენეთ ის პერიოდი როდესაც შარშან როცა თქვენ იყავით ოპოზიციაში და აქტიურად მონაწილეობდით საპროტესტო აქციებში არაერთხელ გაიმართა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებს რეალურად შედეგი არ გამოუღია. მაშინ თქვენც მათ შორის ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადანაშაულებდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს იყო მხოლოდ დიალოგი დიალოგისთვის და ეს შეხვედრები არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე. დღეს რატომ გაქვთ იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი? მოგახსენებთ ამის შესახებ. მაშინ შეხვედრები იმართებოდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძის კაბინეტში და რაც თავარია შედეგი არ ქონდა და ჩვენ ვიყავით გაღიზიანებული იმის გამო, რომ იქ რაღაცაზე რაც შევთანხმდებოდით მე ის არ სრულდებოდა. აქედან გამომდინარე. მაგრამ ეს ალბათ არ იყო დამოკიდებული მხოლოდ ნინო ბურჯანაძეზე. მე არ ვიცი, ხა ის მან უნდა თქვა, რაზე იყო დამოკიდებული და როგორ იყო. ამიტომ რახან მან აიღო თავის თავზე პასუხისგებლობა
და იქ ის რა ვალდებულება რომ შეხვედროდა ოპოზიციას, იქ მარტო არ ხვდებოდა ხოლმე, იქ სხვა ასე ვთქვათ უმრავლესობიდან წევრებიც იყვნენ ხოლმე, მაგრამ როდესაც შევთანხმდებოდით ხოლმე რაღაცეები უმეტეს ნაწილი მე არ სრულდებოდა. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც გამოუშვეს რამოდენიმე ადამიანი ამ შეხვედრის შემდეგ და 5-6 ადამიანი ერთ შეხვედრაზე მახსოვს მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. იქ პირველი არხის ბორდთან დაკავშირებით შევხვდით. თუმცა აი როცა ვლაპარაკობთ, რომ საერთოდ არანაირი შედეგი არ ქონდა, ასე ვთქვათ, ამ მოლაპარაკებას, ის შეიძლება იყოს არასწორი თლაც. თუმცა დიდი ნაწილი 80-90% ამ შეთანხმებებისა არ შეთანხმდა, მაგრამ ორ რაღაცაში მივახციეთ შეთანხმებას. ეს რაც შეეხება იმ შეხვედრებს, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და ასე ვთქვათ, იქ ცოტა არ იყო თან იყო ულტიმატუმის ენა, გარეთ ფაქტორები ძალიან დამთვალიერებლად მოქმედებდა ყველაზე, განსაკუთრებით ჩვენზე, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მეტ გთხოვდნენ გარეთ მომლოდინე ხალხი ჩვენი მეგობრებიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, საზოგადოებით დამთავრებული, რომელიც გარეთ ველოდებოდა ხოლმე, ვიდრე რეალურად შეიძლება დაეთმო ხელისუფლებას. ბატონო, რაც შეეხება ამ შეხვედრას, რადგანაც ინიციატივა წამოვიდა თქვენგან და თქვენც ესწრებოდით ამ შეხვედრას, თქვენ ხაზი გაუსვით იმასაც, რომ რამდენიმე საათს გაგრძელდა. გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომლებზეც იყო საუბარი და რომელზეც ახლაც საუბრობენ ჩვენი სტუმრები, თქვენ პირადად როგორ ფიქრობთ, რომელი საკითხი შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც შესაძლოა მოხდეს რეაგირება? მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ექსპერტები, ვინც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, მე ძალიან მაღალი წარმოდგენის ვარ ამ ექსპერტებზე, ამიტომ მე არ მგონია, რომ ექსპერტებმა ისეთი საკითხები დააყენონ, რომელთა არც ერთის გაწყვეტა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიძლება ზოგ შემთხვევაში არ დაეთანხმოს მათ აზრს, მაგრამ ეს არ არის იმდენად დიდი ტრაგედია, რამდენადაც ტრაგედია იქნებოდა ის, რომ ჩვენ შევხვდროდით პრეზიდენტს და ამით დამთავრებული იყო ჩვენი შეხვედრები და არანაირი შედეგი არ გამოიღო. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს შეხვედრები უნდა გადაიზარდოს, ასე ვთქვათ, მუშა შეხვედრებად უნდა იქცეს. იქ შეიძლება ცალკეული დარგის სპეციალისტები შეიძლება გაფართოვდეს, ასე ვთქვათ, შემადგენლობა ამ ექსპერტებისა და კონკრეტულად დავუშვათ ერთი შეხვედრა დაეთმოს ეკონომიკას, მეორე დაეთმოს განათლებას, მესამე დაეთმოს საგარეო ურთიერთობებს და საგარეო პოლიტიკას, ერთი დაეთმოს მედიას, როგორც ახლა ლაშამ ბრძანა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უკვე მუშა საქმიანობაზე უნდა გადავიდეთ, კონკრეტულ საქმეებზე უნდა გადავიდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც შედეგებს აუცილებლად მივახცევთ. ესეთივე სკეპტიციზმი, სხვათა შორის, მე ხარ მაინდა-მაინც დიდი სკეპტიციზმი დღეს არ მინახავს, მაგრამ სკეპტიციზმი იყო, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აი რას გააკეთებს ანტიკრიზისული საბჭო. მაგრამ ანტიკრიზისული საბჭომ მოახერხეთ რამოდენიმე სერიოზული საკითხის დაძვრა და რამოდენიმე სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა. და ეს პროცესში ვართ, ან ვაგრძელებთ ამ საქმიანობას და მუშაობთ რამოდენიმე საკითხზე და რამოდენიმე კი შეიძლება ითქვას, რომ 4-5 საკითხზე მუშაობთ, რომელიც დასასრულებელია და მისაყვანია ბოლომდე, დიახ. და კიდევ ერთი კითხვა, როგორი შეიძლება იყოს ეს გაფართოებული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ახსენა პრეზიდენტი, ეს ექნება საკონსულტაციო ორგანო ცალკე თუ მას ექნება რაიმე ფორმით კავშირი თქვენს ანტიკრიზისულ საბჭოსთან? იცით რა, მე ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია და მე შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ, რომ ეხა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს იქნება რაიმე საბჭო, ასეთი გადაწყვეტილება იქ ჩვენ არ მეგვიღია. იყო საუბარი, რომ შეიძლება მოხდეს ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატით ხდებოდეთ, შეიძლება არაფერი საბჭო არ ერქვას, უბრალოდ ექსპერტთა ჯგუფი ერქვას და მე ჩვენთვის თავარი ის ხომ არ არის, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაც სახელი დავირქვათ, ან ამ ჯგუფმა დაირქვას, ასე ვთქვათ, ექსპერტთა ჯგუფმა დაირქვას რაიმე სახელი და მე ან დავუშვათ თუნდაც სტატუსი მიიღოს. ეს არ არის თავარი. თავარი არის ის და ძირითადი არის ის, რომ ეს ექსპერტები, რომლებიც ძალიან სერიოზული ექსპერტები არიან თავიანთ დარგებში, ეს ექსპერტები ხედავენ რაღაც პრობლემებს, ეს ექსპერტები ასევე ხედავენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს და აი ეს არის მთავარი. ეს მოისმინა პრეზიდენტმა, ამას უსმინა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. სხვათა შორის იყო წარმოუდგენლად გულახდილი საუბარი. მე უბრალოდ გავასებული ვარ, იმიტომ რომ მე არ ველოდი, რომ შეიძლება ასეთი გულახდილი საუბარი ყოფილიყო ექსპერტების მხრიდანაც და მისი მხრიდანაც. მის მხრიდანაც ჩვენ ძალიან საინტერესო რაღაცები მოვისმენთ. ანუ ეს იყო აბსოლუტურად გახსნილი და ღია საუბარი და მე მაყოფილი ვარ ძალიან, რომ ესეთი ფორმით შედგა ეს საუბარი და არ იყო ეს ოფიციალური საუბარი, ან დაუშვათ ჩასაფრებული ადამიანის მიმართ რაღაც ურთიერთ, ასე ვთქვათ, ბრალდებებით შემოფარგლული. ამიტომ შემდგომ ძალიან დიდად არის დამოკიდებული ჩვენი შედეგი, შემდგომ როგორ გამვითარდება მოვლენები და მე ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი ძალიან კარგი იყო, ეხლა მთავარია რომ გამომვითაროთ ეს ყველაფერი და
რაღაც საკითხები დაუძრათ და რაღაც საკითხები გადავწყვიტოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გია, პირდაპირ ეთერში პირველი თემის შეკითხვებს გია თორთლაძე პასუხობდა, ჩვენ კი განვაგრძობთ სტუდიის სტუმრებთან საუბარს. ბატონ ზურაბ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც გაესვა ხაზი, საგარეო ურთიერთობები და პირველ რიგში ურთიერთობა რუსეთთან. თქვენ როგორც რუსეთის ფედერაციაში ჩვენი ქვეყნის ყოფილი ელჩი, ამჯერად რა რეკომენდაციებს სთავაზობთ ან შესთავაზებთ ქვეყნის ხელისუფლებას ამ ურთიერთობის მეტნაკლებად გამოსასწორებლად და რამდენად არის შესაძლებელი იმ ფონზე, რა ფონიც დღეს არის რეალურად შექმნილი? ძალიან რთული კითხვაა, ახლა რუსეთთან არ ვისაუბრებ, ახლა მშვენივრად არის მაყურებლისთვის ცნობილი ეს თემა, თუ რაოდენად რთული ვითარება, რაოდენად რთული სიტუაცია შეიქმნა აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ახლა პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია თუ ამ ვითარებაში როგორ შეიძლება აღდგეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, ანუ დიპლომატიური ურთიერთობები, რომ აღდგეს პირველ ეტაპზე. მე სანამ თქვათ რუსეთი არ გადადგავს კონკრეტულ ნაბიჯებს, სანამ არ შესრულდება ის ცნობილი 6 პუნქტიანი შეთანხმება პრეზიდენტებს შორის, სარკოზისა და მედვედევის შეთანხმება მაქვს, მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ვერ მოხერხდება ვერანაირად. მაგრამ თქვათ ურთიერთობები ადამიანებს შორის, რაღაც კომპანიებს შორის, ამას სახელმწიფო წინ ვეღარ აღუდგება და ვერ გააჩერებდა, არც არავინ აპირებს, რომ თქვათ ვიღაცა გააჩეროს, რომ მოსკოვში წავიდეს, იმისგან ჩამოვიდეს, რაღაცა ელემენტარული რაღაცა კონტაქტები არსებობდეს, მაგრამ ვიმეორებ ამ ეტაპზე მე პირადად ვთვლი, რომ აი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენელია. მე მინდა გთხოვოთ შეფასება კიდევ იმ ნაბიჯის, რომელიც ქართული სამხედრო ობიექტების ინსპექტირების სურვილს მოჰყვა და ქართულმა მხარემ ფორს-მაჟორი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხეების შექმნის შესაძლებლობა ამ ეტაპზე მცირედით მაინც გამოირიცხა? ну ახლა არ ამგონია რომ ახლა ჩვენი რუსი მეზობლები ელოდნენ რაღაც დადებით პასუხს იმაზე რომ აქ რაღაც ინსპექცირება ჩატარებული იყო ალბათ თავიდან იცოდა რა პასუხსაც მიიღებდნენ და მიიღეს ის პასუხი რაც მოსალოდნელი იყო რომ ფორს მაჟორია ომზე მეტი ფორს მაჟორი რა უნდა იყოს არ უნდა იყოს მეორედ მოსვლა არ უნდა იყოს ომიდან ნუ ახლა ომის ასე ვთქვათ შემდგომ ფორს მაჟორულ ვითარებაში ვართ რა თქმა უნდა ამიტომ absolutურად ლოგიკური პასუხი იყო და ნუ ახლა მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებულ თემას ეს აღარ წარმოადგენს ამოიწურა ალბათ ეს თემა მთლიანად. ურთიერთობასთან დაკავშირებით დაახლოებით თვენახევრის წინ თქვენ წარგადგინეს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე და კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ასევე არის რუსეთის მოქალაქე, დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. თქვენ განაცხადეთ ამ თანამდებობაზე უარი. ეს ნაბიჯი მაშინ ექსპერტების, პოლიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა აღიქვა, როგორც ხელისუფლების მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის შემოbrunების. იყო თუ არა ეს ასე? ახლა მე რუსეთთან ურთიერთობების შემოbrunება შემეძლოს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე დავთანხმდებოდი დღესვე ნებისმიერ თანამდებობაზე, მაგრამ ეხლა ერთ კაცამის თქვენ ვერ ხედავთ ამის შესაძლებლობას და იმიტომ განაცხადეთ უარი. არა, კულტურის მინისტრი რა ვიცი, რუსეთი როგორ უნდა მოატრიალოს რანაირად შეეძლო კულტურის მინისტრის გაკეთება მე ვერ წარმოვიდგენია. თუმცა ხელისუფლება მე მაშინ თქვი რომ პირიქით მე თქვი რომ თუ ამ საქმეს წავადგები საერთაშორისო ურთიერთობებში თუ გინდათ ჩემი გამოყენება კულტურის სამინისტროში კი არა საერთაშორისო ფრონტზე ასე ვთქვათ მზადვარ ნებისმიერ ამპლუაში მივიღო მონაწილეობა და ამას ვაკეთებ სხვათა შორის ჩვენ შევქმნით ახლა საექსპერტო ჯგუფი ჩვენ ეს არის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო რომელიც შექმნილია ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიწყებთ თანამშრომლობას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თითქმის აი ყოველდღიური თუ არა, კვირაში ორჯერ, სამჯერ ჩვენ ვიკრიბებით, რაღაც თემებს განვიხილავთ, მათ შორის სამინისტროსთან მჭიდრო კონტაქტში და ახლა ძალიან აქტუალური თემებია ეს აი EUTOS მისია, გაეროს მისია გაგრძელდება, არ გაგრძელდება, ევროკავშირის მისიას რა ბედიელის, როგორ განვითარდება, როგორ გაგრძელდება. აი ამ თემებზე ვფიქრობ. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გაეროს მისია აფხაზეთში გაიზიარებს EUTOS მისიის ბედს, იქიდან გამოსავალი იქნება ევროკავშირის მისიის გაფართოება. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ და შემდეგ გადავალ ბატონ ვაშასთან. რამდენად რეალურია ეს, როგორ ფიქრობთ იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლები უკვე რამდენიმე თვე არიან ჩამოსული საქართველოში და დღემდე ვერ ახერხებენ ოკუპირებული ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეღწევას. ნუ ეხლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ამ თემაზე მიდის მსჯელობა, იცი ჯერ არაფერი არ გამომწვარა, ასე ვთქვათ, არის ვიზიტები თბილისში, მოსკოვში, ევროპელები ჩამოდიან, EUTOS წარმომადგენლები, ასე რომ ეხლა ეს პროცესია ზუსტად. აი ჩემთვის ამიტომაც იყო საინტერესო ეხლა ზუსტად ეხლა ყველაზე მეტი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან იყრის თავს არა, ამიტომ ამის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო
და რა თქმა უნდა ჩვენ დაინტერესებული ვართ რომ აქ მაქსიმალურად იყოს საერთაშორისო თვალი ყური არა მარტო აქ არამედ აფხაზეთსა და ოსეთშიც და თუ რაღაც ასე ვთქვათ მოხდა ისეთი რომ უთოსა და გაეროს მისიები რუსეთის ცდელობით დასრულდა მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვცადოთ რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ევროკავშირის მისიის ფუნქციები და გაფართოვდეს საქართველოში. ბატონლაშა, შეხვედრა რომელიც გაიმართა, ასეთი ტიპის შეხვედრები გასული თვის განმავლობაში რამდენიმე დღის წინაც გამართა მიხეილ სააკაშვილმა. რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, რომლებსაც საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელ ქვეყნის პირველ პირებთან ჰქონდათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა. გუშინ შეხვდათ ექსპერტებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც გაქვთ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები. როგორ შეიძლება ზოგადად ბოლოს შევაფასოთ ეს შეხვედრა? ეს იყო მართლაც მცდელობა ერთგვარი გაწყვეტილი კომუნიკაციის აღდგენის თუ პოლიტიკური მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯი? ოპოზიციის ნაწილი მაგალითად ამ ტიპის შეხვედრებს აღიქვამს ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებად. იცით, ჩვენ ყველაფერი შეიძლება ვივარაუდოთ, შეიძლება საარჩევნო კამპანიის, ვადამდელი საარჩევნო კამპანიის, ასე ვთქვათ, კონტექსტში დავინახოთ ეს პროცესი. არის ათასი ინსინუაცია, რომ თითქოს იქნება, არ იქნება, ხო არ დაიწყო ან რაღაც თამაშად მივიღოთ და ასე შეხარ. ძალიან ბევრი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ სკეპტიკურად განწყობილი ასეთი რაღაცის მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთია როცა გარედან აფასებს სიტუაციას, მეორე როდესაც შეგიძლია გინდაც ძალიან მცირე შანსს თუ ხედავ რაღაცა გააკეთო და გადადგა უნდა ესეთი ნაბიჯი თუ არ უნდა გადადგა. ჩვენ ამ დილემის წინაშე ვიყავით, როდესაც საუბრობთ ხოლმე ადამიანებთან, ცოტა ხნის წინ ვიყავი მაესტროში, ექსპერტების გამოკითხვა ჩაატარეს პირდაპირ ეთერით, ეთერში რეკავდნენ მოქალაქეები და აბსოლუტურად ყველამ თქვა, რომ ძალიან დიდი უაზრობაა, მისულხარ, გინდა არ მისულხარ, თუმცა მე მართლა მესმის ასეთი განწყობის სკეპტიციზმის საფუძველი. უნებრივია გვაქვს ამის მიზეზიც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონიუნქტურა, ის პოლიტიკური გარემო არის დღეს სხვანაირი, ვიდრე იყო 1 წლის წინ. აბსოლუტურად შეცვლილი არის ეს გარემო, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შანსი არის რაღაცა შევცვალოთ. მოგწონს, თქვა პრეზიდენტი თუ არ მოგწონს. შანსი არის ნება? აი უკვე ეს არის დამოკიდებული, მე ვფიქრობ, ჩვენზე. ჩვენზეც არის რაღაც დამოკიდებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ხარ, როგორც უნდა მოვინდომოთ, თუ ის ვიღაცა მუშდა არტყამს, არაფერი არ გამოვა და ისევ აღმოჩნდებით, აი 2 ბანაკად თუ 50 ბანაკად დაყოფილები, როგორც ვართ დღეს ამ ქვეყანაში, ხო? მაგრამ მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ აი ამ საზოგადოებამ კონსოლიდაცია, ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ, უნდა ვიბრძოლოთ ამისათვის, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, უნდა შევქმნათ გარკვეული პროდუქტიც, ხო, როგორ უნდა გამოწვიოთ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ არავინ არ მოვა. შეიძლება მხარი დაგვიჭირონ, მაგრამ გარედან არავინ არ მოვა და არ დაგვიდებს რეცეპტს რა გვეშველება ჩვენ. ეს რეცეპტი ჩვენ თვითონ უნდა შექმნათ. ჩვენ, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერი კონფლიქტი განსხვავდება ერთმანეთისგან, დაუშვათ აი სერიოზულ კონფლიქტებზე, ისე სიტუაციები არ არსებობს ესეთი უნიფიცირებული მოდელი. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მედიაზეა დამოკიდებული. სხვა შორის, აი ბატონი ზურაბი ზანებდა და ძალიან შეშფოთებულია ჩვენ საუბრობდით, სწორედ ძალიან შეშფოთებული ვართ იმითი თუ რა ხდება ამ კონფლიქტებთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ თუ ნებას დავთავთ, მე ამ საკითხზეც 2-3 სიტყვას მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მოკლედ. მე ჩვენება რომ ძალიან იოლად ველევით ჩვენ ამ საერთაშორისო ინსტიტუტებს. ეს ერთ შეხედვით თითქოს მედიის ან რედაქტორის ასე თქვა საფიქრალი არ არის, მაგრამ დამეწუნეთ, რომ ეს მართლა სერიოზული თემაა, იმიტომ რომ გაეროს ამ იუნომიკის ეგ ეწოდებული მისიის მიმართ ხომ მაქვს ურთიერთობა პოლიტიკოსებთან და ისინი ძალიან მარტივად უყურებენ ამას, ასევე ძალიან მარტივად უყურებენ ეუთოს და აქ ეს თამაში არ არის, იმიტომ რომ რაც შეიძლება უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ინსტიტუტი დავტოვოთ და დასაბალანსებლად და სამწუხაროდ აი ესეთი ვითარება არ არის და ესეც საფრთხეა. და ერთი თემაც, რომელზეც
ენგურთან დაკავშირებით თუ შეიძლება ერთსაც ვიტყვი და მოვწევი. კი ბატონო, ძალიან მოკლედ. ამ საკითხზეც ქონდა ჩვენ საუბარი და ესეც მედიას ეხება. მოვითხოვეთ ინფორმაცია, გაზეთმა ვერ მივიღეთ ინფორმაცია და მივდივართ სასამართლოში აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება და ესეც არის პრობლემა ამ პრობლემაზე. ჩვენ ამ თემაზე ამ საკითხი კითხვებს აუცილებლად დავსვამ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი და ასევე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე იქნებიან. ჩვენი გადაცემის სტუმრები, დიდი მადლობა ბატონებო, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები გახდნენ ბატონები ზურაბ აბაშიძე და ლაშა ტუღუში. დაგველოდოთ ჩვენ ამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში, ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ექსპერტები რამაზ საყვარელიძე და გია ხუხაშვილი, საღამომშვიდობის ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის ბატონ რამაზ. ამ შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტი მზად არის მოусმინოს ექსპერტებს. თქვენ რამდენად დაინახეთ ამის მზადყოფნა და რამდენად გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, თუნდაც ერთი შეხვედრა? არა, პრეზიდენტი კარგად უსმენდა სხვათა შორის, ესეთი ძალიან წყნარი საუბარი იყო. მე ცოტა სხვა გამოცდილებაც მაქვს სოსთან, ციცაძესთან და ბატონ იგორთან ერთად მე ვიყავი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი და იქამდე შევარდნაძის მრჩეველიც გახდით და ამ შემდეგ და საქართველოში ექსპერტების ან მრჩეველების აზრის ერთხელობრივი მოსმენით თავდება ხოლმე ხშირად პროცესები. თუ ეხლა ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ დიდი ოპტიმიზმი აი ამ 15 წლიანი გამოცდილების გამო არა მაქვს. ის მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგომში თითქმის დარჩა უფუნქციოდ, ამას გულისხმობ. თვითონ სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ რამდენიმეჯერ ვერაფრით ვერ მოახერხე სისტემის აწყობაო და საერთოდ არ არის საქართველოში ექსპერტებთან მუშაობის არც ტრადიცია, არც სისტემა, არც რაღაც ფუნქცია მკაფიო, ისე რომ ეს პირველი მცდელობა გიას თორთლაძეს ნამდვილად უნდა რომ ამას მიეცეს უფრო სისტემური სახე. ნახოთ, თუ მოახერხებენ, კარგი იქნება, თუ არა და ისტორია გამეორდება მეტი არაფერი. ბატონ გია, თქვენ როგორ ხედავთ იმის მცდელობას, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდეს? გაძლევთ ამის საფუძველს, თუნდაც ერთი შეხვედრა? არა, სამწუხაროდ ერთი შეხვედრა არ იძლევა ამის საფუძველს, თუმცა საკუთრების რომ რაღაც დიალოგი შედგა და მე დღეს დაიბადა ეს კითხვა, თუ როგორ მოხდა ეს კომუნიკაცია და რატომ მივედით ზოგიერთები ამ შეხვედრაზე, მოიხსენება. ზოგიერთებს ვის გულისხმობთ? საკუთარ თავს პირველ რიგში. და ჩემი პასუხია ძალიან მარტივი, რომ რადგან ჩვენ ვართ ექსპერტები, ჩვენ არ გვაქვს უფლება თუ ვინმეს უნდა ჩვენი აზრის მოსმენა, არ გაუზიაროთ, ეს არის ჩვენი ესე რომ ვთქვათ პროფესიონალური მოვალეობა, ისე როგორც ექიმის მოვალეობა უმკურნალოს ნებისმიერ თუ თქვენთვის იყო მოულოდნელი ამ შეხვედრაზე მიწვევა, რამდენად კრიტიკული იყავით პირადად თქვენ? მე ვფიქრობ, საკმაოდ კრიტიკული ვიყავი, ალბათ ბატონი რამაზის დამეთანხმება, იყო სამი ძირითადი თემა, რაზეც გავამახვილეთ ყურადღება და საკმაოდ ცხარე დისკუსია იყო ამ თემებზე. მე უფრო ცუდი მოლოდინი მქონდა, მე მეგონა რომ იქნებოდა ძირითად მონოლოგის რეჟიმში, გვექნებოდა 2-3 ფრაზის თქმის საშუალება, თუმცა საუბარი გაგრძელდა თითქმის 4 საათი და საკმაოდ ისეთი ცოცხალი კამათი გამოგვივიდა, მხოლოდ კამათი მეტი არაფერი. და აქ იყო ძირითადად ჩემი თემები, რაც იყო ეს გახდათ იმედის თემა. იმედის თემა საერთოდ არის უნიკალური თემა ქართულ სინამდვილეში. აქ თავი მოიყარა რამდენიმე პრობლემამ, ეს არის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტური პრინციპი ნორმალურ სახელმწიფოში, ეს გახლავთ ოჯახის როგორც ინსტიტუტის უფლებების დაცვის პრინციპი, ეს გახლავთ სიტყვის თავისუფლების პრინციპი და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ეს ყველა ფერი არის დარღვეული და ჩვენ თუ დღეს საქართველოში ვლაპარაკობთ კრიზისზე, პრინციპში ძირითადად აი ეს 4 კომპონენტი განსაზღვრავს ამ კრიზისს, ეკონომიკა ეს კიდე ცალკე თემაა. საკმაოდ ცხარე ეკონომიკას დააკელეთ. კი, გაცვლა-გამოცვლა იყო, მეორე თემა რაც იყო პრინციპული ეს იყო ენგურხესზე ცხარე კამათი გაიმართა პრეზიდენტთან და მესამე თემა გახდათ საქართველოს სინამდვილეში უკვე კლასიკად ქცეული გაიტანეთ ბენდუქიძის თემა. ბატონ რამაზ, თქვენი პოზიცია და თქვენი რეკომენდაციები რას უკავშირდებოდა პირადად? არ ყოფილა ასეთი რეჟიმი, რომ აი ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას. კი ბატონო, მაშინ საკითხი რომელიც თქვენ პირადად წამოწევთ.
ну ერთ-ერთი მე ვიყავ ვინც ბენდუკიძის თემა წამოვწიეს სწორედ იმიტომ რომ ესეც საგარეო რისკები რაზეც ვლაპარაკობთ თუ შიდა სახელმწიფო არ არის კარგად დაცული და შიდა რისკები აქვს საგარეო რისკები რა თქმა უნდა უფრო სახიფათოა და შიგნით გვაქვს ბევრი რისკი და ერთ-ერთი რისკი გახლავთ სახელმწიფოს ეკონომიკური დაცულობა ну ეს გიესწრება უფრო ამ შემთხვევაში მაგრამ მე პოლიტიკის თვალსაზრისით თუ კი მივიღებთ იმ პრინციპს რომ ყველაფერი შეიძლება გავყიდოთ დღეს რომ მოვიგოთ 120 მილიონი ხვალ შეიძლება ეს მილიარდების წაგებას უდრიდეს პოლიტიკურ წაგებებზე რო არაფერი ვთქვათ რამდენად არის ეს სისტემურად გააზრებული თითოეული ნაბიჯი და რამდენად არის სახელმწიფო დაცული ჯერ აი ამგვარი რისკებიდან და ის რაც ხდება რომ რუსეთს ეძლევა ფაქტიურად ძირითადი ეკონომიკა და ასეც დაისვა საკითხი რატომ არის რიტორიკული დაპირისპირების რუსეთთან რიტორიკული დაპირისპირების ფონზე ეკონომიკურად ფაქტიურად ნომერ პირველი პარტნიორია ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოსთვის და ნუ ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსი ბიზნესმენების ხელშია. საინტერესოა როგორი იყო არგუმენტი თუ კი ამ საკითხების წამოწევას მოყვა ცხარე კამათი როგორი იყო ხელისუფლების არგუმენტი პრეზიდენტის არგუმენტები რა არის იცით ეს იყო კამათი მე ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის არ იყო მისაღები მაინც და მეც ის არგუმენტები რომელიც იქნა დასახელებული თუმცა აქვე უნდა თქვა შეიძლება მომეჩვენა მაგრამ იგივე როდესაც საუბრობდით იმ პრობლემებთან დაკავშირებით აქ არ არის ბენდუკიძეზე გვარზე საუბარი და კონკრეტულ პერსონაზე არ საუბრობთ ხო საუბრობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე რომელიც ტარდებოდა და არ არის ამაზე მხოლოდ ბენდუკიძე რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ანუ ჩვენ ეკონომიკური საზღვრების მორღვევა ესე რომ ვთქვათ ანტიმონოპოლურის გაუქმების შედეგად კონკურენტული გარემოს დარღვევა ანუ პოლიტიკური რისკების შეტანა საინვესტიციო გარემოში რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ ეკონომიკურ კრიზისამდე და არა იმ გლობალურმა კრიზისმა რაზეც ახლა ხელისუფლება ხშირად საუბრობს თუმცა ხელისუფლება არ საუბრობს კრიზისზე ხელისუფლება ხშირად უსვამს ხალხს იმას რომ ეს არ არის ჯერ კრიზისი ეს არის უფრო ეკონომიკური შენელება სამწუხაროდ ეს არის კრიზისი მაგრამ ჩვენ არა ვართ ამ კრიზისის პიკზე მე ხელისუფლებას ვეთანხმები იმაში რომ ჩვენ ჯერ არა ვართ შესული იმ ღრმა კრიზისში, რომელიც ანუ ვარდნის პროცესი ჯერ საქართველოში არ დასრულებულა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. სხვა ქვეყნებში ახლა იწყება ამოსვლის პროცესი, ჩვენთან ჯერ კიდევ ეს უკუსვლა არ შეჩერებულა ჩვენ და სამწუხაროდ მოხარული ვიქნები თუ მეშლება. ანუ ჩვენ გავხდით მომხმარებელი ქვეყანა და ეს არის ზუსტად იმ ექსპერიმენტების შედეგი, რაც სატარებდა იგივე ბენდუკიძის ხელმძღვანელობით ეს ეკონომიკური გუნდი, ანუ რას საუბრობ, ჩვენ მოვარღვიეთ ეკონომიკური საზღვარი, გავაუქმოთ დაწყებული სურსათის უვნებლობის სამსახურების გაუქმებიდან და ამ შემდეგ, ნუ ხელისუფლების არგუმენტი არის ძალიან მარტივი, რომ ესე რომ ვთქვათ, ეს წარმონაქმნები იყო კორუმპირებული და კორუფცია და რაც ჩემი პასუხი იყო, რომ კორუფციასთან ბრძოლა პრინციპით, რომ нет человека, нет проблемы, ხო, ეს არის აბსოლუტურად ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან ფრთლად განმარტებები არ გაკეთებულა გამომდინარე იქიდან, რადგან ინტერაუსთან გაფორმებული მემორანდუმი ჯერ ისევ არ არის საჯარო ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. რა არგუმენტით აგიხსნათ პრეზიდენტმა თუნდაც ამ დახურულ შეხვედრაზე, თუ შეგიძლიათ ამაზე ისაუბრეთ, რომ ეს მემორანდუმი რომ კი ბატონო არ გაფორმებულა ჯერ ხელშეკრულება რომ ეს მემორანდუმი არ შეიცავს დამატებით საფრთხეებს საქართველოსთვის. რა არის იცით ამას ჰქონდა პრედისტორია პრეზიდენტმა ესაუბრა გარკვეულ პრედისტორიაზე მე ვფიქრობ ეს გარკვეულწილად კონფიდენციალური ინფორმაციაა და მე ამაზე ვერ ვისაუბრებ რა პრედისტორია თვითონ იტყვის თუ დაჭირდება თვითონ იტყვის ამის შესახებ თუმცა მაგრამ მე იყო რომ შემდგომ შემოვიდა კარგი წინადადება და ამ კარგ წინადადებაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ, რაც ჩემთვის არ არის მისაღები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ განვიხილავ ეკონომიკურ ჭრილში ამ საკითხს, ეს არის პოლიტიკური ჭრილი და ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო, რაზეც მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დაფიქრდა, რომ ეს იყო ბოლო ძაფი
რომელიც გვაკავშირებდა ჩვენ აფხაზეთთან ეგუხესი იყო. თვითონ თქვა ხო რომ აი ეს პრობლემა არის. ეგუხესი იყო ფაქტიურად ერთადერთი ძაფი, რომელიც ჯერ კიდევ აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს სინამდვილესთან აკავშირებდა და ჩვენი ხელით ეხა გადავჭერით დღეს აფხაზმა ის თუ მაინც იცოდა რომ თუნდაც აფხაზური მხარის სეპარატისტების მხრიდანაც გაკეთდა ესეთი განცხადება, რომ ეს იყო საერთო რაც მათ ჰქონდათ ქართულ მხარესთან. თუმცა ასეთი განცხადებებიც გაკეთდა, რომ იყო სხვა ალტერნატივა რეალურად, რომ ეს მემორანდუმი არ დადგა. რა არის იცით, რა თქმა უნდა ალტერნატივა იყო. ანუ ფაქტიურად ის აზრი ეს პრეზიდენტს არ უთქვამს, მაგრამ ხელისუფლებიდან ხშირად ჟონავს ინფორმაცია, რომ ჩვენ რო არ მიგვეცა მაინც ძალათი წაიღებდნენ და რაღაც სხვა ენერგეტიკული პრობლემები გვექნებოდა, კატეგორიულად მეუღებელი არგუმენტია, იმიტომ რომ ჯობია ყოველთვის წაგართვან, ვიდრე შენ მისცე ლეგიტიმურად რაღაც შენი ობიექტი, იმიტომ რომ წართმეულის დაბრუნება ყოველთვის შეიძლება და ამისთვის ბრძოლა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როდესაც შენ თვითონ აძლევ, მე იმის დაბრუნება უკან არის პრაქტიკულად შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩემის აზრით, ხელისუფლების არგუმენტაცია არის ძალიან სუსტი, მით უმეტეს გაუგებარია, როდესაც ჩვენი მთელი ელექტროენერგეტიკული სისტემა უკვე პრაქტიკულად მთლიანად კონტროლირდება RAOES-ის მიერ და რაც მთავარია, აფხაზმა დღეს იცის, რომ ის ქართულზე ელექტროენერგიის მომარაგების მხრივ აღარ არის არაფრით დამოკიდებული და მე ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და ეს კითხვა დავსვი გუშინაც. მაშინ რაღა აკავშირებს აფხაზს, რა мотиваცია აქვს რომ დაბრუნდეს საქართველოში. თუ ეს უკანასკნელი ძაფი ჩვენ ავდექით და ჩვენი ხელით გადავჭერით. მაგრამ ჯერჯერობით არის მხოლოდ დადებული მემორანდუმი და როგორც დიდი ბოდიში აქ ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ ეს საუბარი არ დასრულდა ბოლომდე გამომდინარე იქიდან რომ იქ ბატონმა ლაშამ ამაზე ისაუბრა რამდენადაც მე ვიცი ჩვენ დოკუმენტი არ გვინახავს ანუ ჩვენ დღეს ვკამათობ ზეპირად გვაჩვენონ დოკუმენტი რა წერია ამ დოკუმენტში და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ეს დისკუსია მემორანდუმი, რომელსაც ჯერ არ აქვს იურიდიული ვალდებულებები, რომელიც არ შეიცავს იურიდიულ ვალდებულებას. გამომდინარე იმ ხმაურიდან, რაც მოჰყვა ამ თემის გაჟღერებას ბატონამას, ამდენ დაინახეთ თქვენ დღეს ხელისუფლების მხრიდან შესაძლებლობა იმისა, რომ თუნდაც ხელშეკრულება არ გაფორმდეს. ჯერ ერთი ძნელი სათქმელია, რომ დაუშვათ ამ ერთ შეხვედრაში რაღაც პოზიციები შეცვლას ელოდო ადამიანებს პოზიციები უმუშავდებად გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში და 2 წუთში არ იცვლიან. მაგრამ ის რომ პრეზიდენტი როგორც გიამახსენა დაფიქრებული არის და მისთვისაც ეს ოქროს ვარიანტი არ არის, საუკეთესო ვარიანტი არ არის, ეს ხადია. მაგრამ მზაობაც იმისა, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, მე მაგალითად ვერ დავინახე, მაგრამ არ ცდილობდი სიმართლედ. უფრო არგუმენტების მოსმენა იყო ამ შემთხვევაში საინტერესო, ვიდრე ის, რომ პოზიციები საერთოდ არ არის, არაფერზე ერთ შეხვედრაში არ იცვლება და არ შეუცვლია. ბატონ გია, კიდევ ერთი კითხვა ენგურხესთან დაკავშირებით, ხელისუფლება ამ მემორანდუმიდან გამომდინარე საუბრობს გარანტიებზე, ანუ იმ აქტივებზე, რომელსაც ინტერრაო უკვე ფლობს საქართველოში. არ არის ეს საკმარის, თუნდაც მინიმალური გარანტია იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ საფრთხეებზე არის საუბარი. რა გარანტიებზე საუბარი? სხვა შორის, როდესაც RAOES იყიდულობდა თელას და მაშინ დაუსვეს ჩუბაის იყო თბილისში ამოსული და დაუსვეს კითხვა ზუსტად გარანტიებთან დაკავშირებით რომ რა გარანტიაა რომ თქვენ რო ეხა თელა შეიძენთ ხო შუქი გვექნება და ის დაფიქრდა და გასა ესეთი პასუხი რომ гарантии дают только страховые компании ეს არის ილფი და პეტროვის ანუ ცნობილი ფრაზაა ოსტატ ბენდერის ხო აქედან გამომდინარე აქ ეს არის მხოლოდ რიტორიკა ამის უკან არანაირი შინაარსი ესეთი ტიპის გარანტიების უკან არ დგას იმიტომ რომ პრობლემები თუ იქნება ეს უკვე უკავშირდება ნაციონალიზაციის თემას ძალიან მძიმე თემებს აქედან გამომდინარე ეს არის უბრალოდ მცდელობა რომ საზოგადოებაში რაღაც თითიდან გამოწვეული არგუმენტები წარმოადგინონ მე მესმის ხელისუფლების პრობლემა ხელისუფლების პრობლემა არის ძალიან მარტივი მას აქვს მოკლევადიანი რისკი და ის დღეს ფიქრობს მოკლევადიან რისკზე ანუ ხელისუფლებისთვის დღეს არის კოშმარული სიზმარი ის რომ შეიქმნას რაღაც კონკრეტული ამ ზამთარს შეიქმნას ენერგეტიკული პრობლემა და ვიღაცამ რუსთაველზე არ ნახოს ესე რომ ვთქვათ აალებული საბურავები ან კიდე რაღაც ანუ ეს არის კოშმარი ანუ ჩვენი ხელისუფლების პრობლემა საერთოდ მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით კი არა ზოგადად გახლავთ ის რომ გრძელვადიანი ხედვა გრძელვადიანი სტრატეგია გრძელვადიანი ამოცანები მათთვის არ არსებობს ისინი არიან ძალიან კარგი ტაქტიკოსები
და ქვეყანას მართავენ გადაგორების პრინციპით. რამდენად დაეხმარებით ექსპერტები, რომ თუნდაც ესეთი გრძელვადიან პერსპექტივაში შეიქმნას გამოიკვეთოს თანამშრომლობის სურვილი და თანამშრომლობის ხაზი, თუნდაც ერთ პრობლემურ საკითხზე მაინც. აი გუშინ იყო ერთი პრობლემური საკითხი, საიდანაც დაიწყო სულშურის. მიუხედავად იმისა, რომ თემა თითქოს უცხო იყო ამ საკითხისთვის, უმაღლესებში პროფესორის მდგომარეობა, ეს ასაკობრივი ცენზის გამო, ბევრი საკმაოდ საინტერესო და იქ მყოფით პიროვნება აღმოჩნდა უნივერსიტეტის კედლებს გარეთ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს დაუშვებელია და მისთვის ეს მიუღებელია. მაგრამ ეს პრობლემა იყო სწორედ ის ერთ-ერთი, რომელიც ამ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ რა თქმა უნდა შევახსენოთ, რომ ლომაიას ბეჭედიაზის ამ პროცესს. აი შემდეგი ნაბიჯი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სტრატეგიული ეს კურსი შეიცვალო. ეს ხო კურსად იქცა, მიმართულებად იქცა. ეს ბოლომდე ასე ვთქვათ, მეყვანილი არ არის. ვიცით რომ პრეზიდენტსაც არ მოწონს, მაგრამ აი შემდეგ ეს კურსი სტრატეგია როგორ უნდა შეიცვალოს, აქაც არ ჩანს. დაახლოებით ის არის, რაც გიაც ამბობდა და ოღონდ გიასგან განსხვავებით მე ადრინდელი გამოცდილებაც რაც მაქვს, ეს პრობლემა საქართველოში სულ იყო სტრატეგიის დეფიციტი და სულ ოპერატიულ რეჟიმში ცხოვრება. შევარდნაძის დროსაც მაგის ბოდიში ჟარგონი ლატკების დაკერების პოლიტიკას ვეძახდა. ჩვენ მაშინაც შევარდნაძის ხელს იგივე დამოკიდებულება გქონდა. კი და ისე რომ ეს ზოგადად ქართული პოლიტიკის პრობლემა არის სტრატეგიის დეფიციტი. ის კი არა ოპოზიცია რომ მოდის და რაღაც სურვილები აქვს, ისიც სტრატეგიულ გეგმებს არ დებს და სტრატეგიულ პროგრამებს არ დებს. სურვილების პროგრამა ნუსხას დებს და შეიძლება ჩაითვალოს ეს შეხვედრა თუნდაც ამ სტრატეგიის, ამ პრინციპის შეცვლის სურვილად მაინც. არ ვიცი, ნახოთ, ამას საქმის კეთება უნდა, იმიტომ რომ შეხვედრები ამას არ აკეთებს. თუ კი სტრატეგიული მიზნები ჩაიდო ასეთ იმაში და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება გახდა მიზანი ხელისუფლების სასიამოვნო იქნება, მაშინ უნდა შეიქმნას რაღაც think tank-ების ტიპის სისტემა და ასე გარეთ ყოფი ექსპერტები უნდა მიეცეს რაღაც სხვადასხვა დავალებები და ფინანსდეს მათი მუშაობა და ასე შემდეგ. ასე საუბრის დონეზე ჟურნალისტებთან შეიძლება საუბარი. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათაც, ვინც შესაძლოა არ გვეთანხმებოდეს ამ პირიქით, ვისი აზრით ჩემთვის არის მიუღებელი, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მსგავს შეხვედრებს, ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს მხოლოდ ინტერესი დაინახეთ ბატონო გია თუ რეალური სურვილი რომ გაგრძელდეს ასეთი ტიპის თანამშრომლობა. თქვენ პირადად თუ გააგრძელებთ ასეთი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობას? შეხვედრებზე მე უარს არავის არ ვეტყვი, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მიუღებელი არ უნდა იყოს ჩემთვის, იმიტომ რომ თუნდაც 1% თუ აი იმის რომ პრინციპში მე მივიტანო ჩემი აზრი, სადღაც გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი ხვალ, ხო? მე ამ 1%-საც გამოვიყენებ შანსს, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ეს ტიპის დიალოგი. ეს ერთი, ეხლა რაც შეეხება გავაგრძელებ თუ არა და რაც გავაკეთებ, ჯერჯერობით მე და ხელისუფლება ვცხოვრობ სხვადასხვა საქართველოში. ანუ მე ვცხოვრობ საქართველოში, სადაც ადამიანებს შეიათ, წყურიათ, ღირსება აყრილები არიან, რომლებსაც წააგეს ომი. ხელისუფლება ჯერჯერობით ცხოვრობს ვირტუალურ სამყაროში, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ვირტუალურ სამყაროში. მაშინ რატომ შეხვდათ თქვენ განსხვავებული მოსაზრებების მქონე? სხვადასხვა სამყაროში გუშინ იყო მცდელობა და ერთ-ერთი, ესე რომ ვთქვათ, იშვიათი მცდელობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვენახებინა ის რეალობა, რაც ქვეყანაში არის პრეზიდენტის მხრიდან ეს კომუნიკაცია შედგა, ანუ რამდენიმე საათი. ანუ თქვენ სადეთ რეალურ სამყაროში გადმოგეყვანეთ? რამდენიმე საათი პრეზიდენტმა იცხოვრა იმ რეალურ საქართველოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ეს პირველი შეხვედრისთვის შეიძლება იყოს შედეგი. თუ მოახერხებს ხელისუფალი რომ რეალურად გადმოვიდეს ამ სამყაროში და ამ სამყაროს პრობლემების გადაწყვეტა დაიწყოს, მაშინ ეს არის გარკვეული შანსი, თუმცა მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამისადმი, მე სამწუხაროდ არ ვფიქრობ, რომ ამის შანსები დიდია, თუმცა მცირე შანსი არის და
მე ვისურვებდი რომ ის გამოყენებული ყოფილიყოს. ბატონ რამაზ, თქვენ თავად რა შეხედავთ მიზეზს, რომ აი შეხვედრა შედგა? მე გადაცემის პირველ ნაწილშიც დავსვი ასეთი კითხვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დროს ხშირად მართავს ასეთი ტიპის შეხვედრას, შეხვდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსაც, შეხვდათ ექსპერტებს. ეს არის რეალურად კომუნიკაციის სურვილი თუ ის მიზანი, რასაც ხედავს ოპოზიციის ნაწილი ამ ტიპის შეხვედრებში? ის რაც თქვენ გითხეთ ლაშას და ზურაბს, რომ ხომ არის დაწყებული საარჩევნო კამპანია თქო. ნუ პრეზიდენტმა თქვა რომ ის მიიჩნევს მიზანშეუწმებლად ახალ არჩევნებს, მაგრამ მეორეს მხრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა. ისე რომ ხალხის მხარდაჭერის ქვეტექსტი ამ შეხვედრასაც ჰქონდა და ისიც გითხრა რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ხშირად საუბრობენ ელაპარაკებით ამ ხალხს და მინდა რომ საერთოდ უნდა ჰქონდეს ნანახი. ამდენად ასეთი ხალხის მხარდაჭერის ფორმულის ქვეშ მოხვდით როგორც ხალხი. ხვალ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა უპასუხოს ხალხის შეკითხვებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაანახებს ეს ხელისუფლებას ამ ტიპის ფორმატის გამოსვლა, რეალურად აქვს თუ არა საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერა, თუნდაც რომელიც მას უჭერდა მხარს აქამდე? რა არის, იცით, გუშინდელი შეხვედრიდან განსხვავებით ის რაც იქნება ხვალ, ეს ჩემის აზრით დიდწილად მაინც PR აქციაა, იმიტომ რომ ესეთი ტიპის ჩართვებით, ხო, პრინციპში რეალური საზოგადოებრივი აზრის მოსმენა არის შეუძლებელი, ისევე როგორც რეალურად პასუხების გაცემა იმ დაგროვილ კითხვებზე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არჩევნებისთვის არ ემზადება ამ შემთხვევაში. პრეზიდენტი უბრალოდ გრძნობს, რომ მისი პოპულარობა ესე რომ ვთქვათ. ანუ თქვენ გამორიცხავთ ადამიანები არჩევნებისთვის ამზადის? არა, სამზადის არ გამორიცხავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ხო? ეს უკვე რეალური სიტუაციის მიხედვით მოხდება რეაგირება, თუმცა ამის არანაირი სურვილი არ არის ხელისუფლებაში და ეს გუშინ აღშკარად ჩანდა. თუმცა, რეალობა თუ მოიტანა ეს ყველაფერი, ეს რისკები, რაც გვაქვს ჩვენ, სოციალური რისკები, პოლიტიკური რისკები, ესე რომ ვთქვათ, ეკონომიკური რისკები და კიდევ სხვა ტიპის საგარეო ურთიერთობების რისკები, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე რისკები, რაც ყველაფერი ერთად არის, თუ ვერ გაუძლო ხელისუფლებამ ამ დაწოლას, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია და ხელისუფლებას ეს ჩვენივრად ესმის, ეს უკვე კარგია. ეხლა რაც შეეხება მაგრამ უფრო მეტად პრეზიდენტი განიცდის თავისი პოპულარობის დაცემას და რატომ? იმიტომ რომ ეს არის იმ ტიპის ლიდერი, რომელიც ენერგიას იღებს ხალხისგან. დღეს ის ამ ენერგიას ვერ იღებს და ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად მცირედ მაინც შეივსოს ეს ყველაფერი. ჩვენგან ამას ის ვერ გააკეთებდა, მაგრამ ჩვენთან ის მოემზადა იმისთვის, რომ რეალური კომუნიკაცია, რეალურ სამყაროში გადმონაცვლების მცდელობა აქვს მას. რამდენად გამოვა ამას რო აჩვენე. ანუ ეს შეხვედრები უნდა იყოს ხშირი, რომ არ დაბრუნდეს ისევ იმ ვირტუალურ სამყაროში, რომელზეც თქვენ საუბრობთ. არ ვიცი, იცით, მე არანაირ საბჭოში მონაწილეობას არ ვაპირებ, სანამ არ დავინახავ, რომ ეს ყველაფერი არის რეალური სურვილი. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ის პრეზიდენტია და მე ვარ რიგითი მოქალაქე, ხო? რა მნიშვნელობა აქვს ახლა რას მეძახიან? მიუხედავად ამისა, ჩვენ ორივე ადამიანები ვართ. მე ესე ვთვლი, ორივე ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და მე ყოველ შემთხვევაში მინდა მჯეროდეს, რომ ორივეს გვიყვარს ეს ქვეყანა. თქვენ ბატონ რამაზ გამომდინარე თქვენი წარსული გამოცდილებიდან საბჭოში მუშაობაზე აპირებთ თუ არა ამ ტიპის თანამშრომლობას? გესმის არ იყო თანამშრომლობა, წინანაც თანამშრომლობას უკან არაფერი უდგას. მე ძალიან ბევრ პარტიასთან თანამშრომლობ ეხლაც, ვინც დაინტერესებულია. მიმაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკური სტრუქტურა არის სახელმწიფო და კიდევ უფრო საქმიანია თანამშრომლობა თუ სახელმწიფო მოისურვებს, მაგრამ ის პესიმიზმი, რაც გეასთან გაიჟღერა, იმ პესიმიზმს, რომ ეს საქმიანი იქნება თუ არა, ვიზიარებ, რა თქმა უნდა, უბრალოდ უნდა ვცადოთ ყველა მერთად, რომ ურთიერთობა იყოს საქმიანი. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ექსპერტები რამაზ საყვარელიძე და გია ხუხაშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ამავე სტუდიაში სამშაბათ ზუსტად 23 საათზე შევხვდებით. მადლობთ ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე.